ტურარი. აი ვიდო. გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურებთ BBR-ს. მე და გიო ავდივართ ქოხში, რომელიც ბოლოს გავაკეთეთ. დღეს ქოხს რაღაც ციფრს დავამატებთ. მოვაწყობთ საკოცონი ადგილს თავისი კოცონის კედლით, მოამზადებთ გემრიელებებს და დავრჩევით 24 საათით. რა ტიპია შე? ჩაუჯექით, საინტერესო ვიდეო გელოდებათ წინ. ამოვედით მეგობრებო. დღევანდელი ამოსვლა ცოტა დამღრელი იყო, გუშინ მქონდა ფეხის დღე და დღეს დილას მქონდა ხრების დღე, ცოტა შევანაცვლეთ გუშინ, თორე პირიქით გვიწევდა. მე დღეს რო ფეხის დღე მქონოდა, უფრო ცუდი იქნებოდა. ცოტა ხანი დავისვენებთ და ჯერ გვინდა გავაკეთოთ გრძელი სკამი, რაღაც ხმელ ხეს ვიპოვ ისეთი, რომელიც დგას არ წაქცეულა. იქით მაგ ერთი დამახსოვრებული. მაგით გვინდა გავაკეთოთ გრძელი სკამი რა, 1-2-3 კაცი რო დაეტიოს. მე უკვე საკოცონი ადგილს მივხედავთ. მეტი ჩამოვაწყოთ, თავში მოგიწევს გადაწყვეტა. მე ყოფა ეს. ამ დიდი სქელი ტოტის მოჭრა გვინდა მეგობრებო, იმიტომ რომ გავაკეთოთ სკამი რა. და ცოტა ღუნულია თავში და ისეთი ზომის გამოვა, რომ ორი კაცი დაეტევება. სამიც. ეს გამახსენა გიო უცებ. ორი სოლი გავუკეთე მეგობრებო და ამით გავაგანიერებთ. პარაკორდის თოკი რო წამომეღო, ზემოთ გამოვდევდით, თქვენ უნდა ჩამოვქაჩავდით და წამოვიდოდა რა. ზემოთ ტოტებს მაგრა ეყნობა და შეიძლება საერთოდ ვერც მოუწყვიტოთ ეგ ტოტი და მოგვიწიოს თავის დანებება. აუ არა, ეს არ ჩამოვარდება. ძალიან აიმეებზე. აზრი არა აქვს. ბოლოში ვარ თუ რა აზრი. გამოდი. აიშა გამოდი. გამოთავრე, ადი. აიშა დავიკეთე და უკან და პროტექტორ ხიდა და 이제 저거도 있습니다. იმას შეხედით რა ჯანზია, რამხელა რაღაცას დაათრევს. აი ახლოს მივარ მე გაჩვენებთ.
bre. აი დიდი ხო? Dawa. აქეთ ხარეს კოცონისთვის გავაკეთებთ ქვისგან პატარა კედელს რა. არც თუ ისე დიდი კედელი, მაგრამ პატარა კედელი რო იყოს. კიდე კაი გიოს ქონდა წამოღებული მზასაკვები. ქათმის სალათა არის. ჩვენ სანამ გავაკეთებდით ჩვენ საჭმეს ძალიან მოგშივდა. გემრიელია. წიაძოს გვაქვს, თუ რამე მოგვივიდა კიდე იდეა გავაკეთებ და თუ არა და მე მოსაღამონდება კიდეც და საღამოსკენ მოამზადებ საჭმელს. ია შენი საძილე ტომარა გააზრე. მეგობრებო, გიოსთვის უნდა წამომიღო ძირსაგები, მაგრამ დამავიწყდა, იმიტომ რომ ის ძირსაგები ხშირად არ ვიყენებ და ფარეხში ვინახავ ხოლმე და ამიტომ მე დავიფენ დღეს ყლეთს. ჩამო ტაისონ. კიდე ხეებზე უნდა ასვლა. ვიყავა მზად არის. აუ რა კაია როგორია? კაია, ისე სამსამართად რა მაგიმბილი. რა დაისოვა შენ? ხო, მე წეწვა. აუ შენ ხო? რა. ცისფერების რეცეპტი. რა ბიჭო? ცისფერების რეცეპტი ძე. რა, ძე ვინცო ბიჭო, ცისფერია? რამდენი ძიან ყავს ვინც სოხს. რამჯერობა, რამდენი ზაგინებ ვიცოდე ახლა. აუ ჩემი რა გემრიელი გამოვიდა, ის გეგონება ბოთლში ათქვიფესო რა. მეგობრებო, ეს სიმპათიური ბიჭი ეძებს გოგოს. დედრი კოკერი, ვისაც ყავთ მოკლედ, მომწერეთ ინსტაგრამზე. 10 შვილის მამა უკვე ტაისონი.
რა გადაგიგდა ამით გავაკეთებ კარდალის დასაკიდებელს. საკმარისია. ისი როგორ მოხდა მეგობრებო რომ ბალიშები არ დამჭა გიონ გამახსენა 4ჯერ თუ 5ჯერ ზე წავიდე ჩასვლისკენ. მეგობრებო, ერთი რამ მაინტერესებს, მე ვერ ვერკვევი და რო გკითხოთ. ახლა თუ ანადირობის სეზონი, გადამფრენ ფრინველებზე წესით აღარ უნდა იყოს. გადამფრენი ფრინველები თბილ ქვეყნებში რომ მიდიან, ეგენი არიან და აქ შემოივლიან ხოლმე გზა და მაშინ არის სეზონი და წესით გასულია სეზონი, ანუ ბრაკონიერები არიან. თორემ მარტო მაგ დროს შეიძლება სროლა კი ანადირობა. ერთი ლიცენზია. ხო. თანაშკარად ახლოს არის, იმიტომ რომ ისე ისმის. არა მაკაკანებინო ნაკედა. ბრაკონიერებთან ეშინია ცხვის თოფის გასროლას რო იგებენ. ეგრევე მოტყდებიან ხოლმე მაკედან. უბრალოდ დღეს მეგობრებო არ გვინდა გასროლა. ღამე ველოდებით იქნებ რამე მოგვაკითხოს რა. ძალიან საინტერესო იქნება. და ხო მეგობრებო, ხვალანზე უნდა გამოვიწერო ვიდეო ხაფანგი. რაც ხეზე ყენდება ესე. დატოვებ მთელი ღამით ან რამდენიმე დღით, კინ რამდენიმე კვირით და პატარა რაღაცაც კი რო გამოძრავდება კადრში რომ მოხდება, ისე იწყებს ეგრევე გადაღებას. და ბევრ რაღაცას დავაფიქსირებთ ხოლმე. ბევრ ცხოველს, ფრინველს და რავი, ყველაფერს რაც კადრში მოხდება. ახლა გვაქვს წამოღებული კაი სოფლის საქონლის ხორცი. სვანურმარის მოვაყრე. გიო ტაფაში რო ჩავდებ, მერე გამახსენე რომ
დაბქული მქონდარი მოვაყარო, ხორცს ძალიან უხდება. აუ, აჯიკაია მაინც წამომეღო. დამავიწყდა. ზეითუნის ზეთი მოვასხა. გამოსაკა უნდა. გიო მიხედავს ნიოს. გიო ნიორი გვაქვს, ვამპირები ვერ მოვლენ ღამე. და ამ ხორცს მოვაყარე დაბქულ ქონდა. ძალიან კაია. მალე თუ არ შეჭამ გამაგდება. ხორცი გამოვიდა საოცრად კარგი. მოდი ერთს, მოდი. დაგეჭირა და ციმციმაზეა გადართული ერთს, მოდი. აი ესე იყოს. ხო იცი ტაისონს როგორ უყვარს. სულ თამაში, რასაც ქვია, არ ჩერდება და მან კიდევ ეს დაუყენე, რომ უკეთესად მივაქციოთ ყურადღება.
მე და გიო ზემოთ უყურებთ რაღაცები და ფრინავენ. ვარსკვლავებით. აღა და ისა სატელიტები ესე პირდაპირ არა მოძრაობენ და ზოგი შეიძლება კომედაც იყოს. უბრალოდ სამწუხაროდ კამერაში კარგად არ ჩანს, აი პირდაპირ მიფრინავს ერთი. კაი დიდი ცეცხლი გვინთია. ცოტა ხანში დავადგავ კარდალას და ყავას დავლებთ. ესენი უკვე აღარ არიან შორს გია. ესენი შორს აღარ არიან. უხდება ხამე დღეს ცხოველების ხმა. იმ ტურები იყოს თან კაი ხანი არ გამიგია და მომენატრა. გიო დავინახე, ნახე? თვალები ანათებს. აი პირდაპირ, ვერ ხედავ? აი ნახე იქ. ეხლა ხედავ? არა. არ ვიცი, კადრში თუ ჩანდა, აი ზუსტად პირდაპირ იყო თავში იდგა. აი, გამოგხედა. თავში ვერ ხედავ. აი, ვიდეოშიც კი გამოაჩი. საერთოდ კადრში გადავიღეთ, ურა არის. აი, ვიდეო. ჩუმად. ახი რა მაგარია, უნდა მივიდე. მოდია აისონ. ნახე საიდან იყურება, რა მაგარი ტიპია. ვერ ხედავ? კი. იმ ტელეფონში. ისევერა. მე მონადირი არ გეგონო, არაფერს დაგიშავებ, რავი. თუ გესმის მაგდენი. I am not hunter. Bro, I am not hunter. მოდი აქ აისო. ავაკ ახლა უკვე რომ ქონდა ვიდეო ხაფანგი, წარმოიდგინეთ. რა მაგრა გაასწორებს. რა გიო? უფრო ახლოს. აი აქ იყო მეგობრებო და ამ ხეს მოეფარა. მეგობრებო ძალიან მაგარი იყო და
სხვანაირი რა როგორ ნელა მოვიდა თან ფანარი რომ მიანაც განაშეშინა და რა მისე გვიყურებდა თვალით უფრო კარგად დავინახე ვიდრე კამერაში აქ ვარ რა კიდე თუ მოვა რამე გიო ხადაობა იცი რა არის თოფი რო გდავტოვე ეს აქ არის ვითომც არაფერი გინქონია გინდა რა მეგობრებო ძალიან მაგარი მომენტი იყო გიოს ვანახე ახლა კადრში უფრო ისე ჩანს რა ნახოთ აბა კიდევ თუ უნდა მოვა რამე იცი რა იყო მაგარი თვალით უკეთ დავინახე რა ფანით ხო ანათებ კამერაში ეგ უკვე საერთოდ არ ჩანს აღქმით იცი რატო ჩაბუნდულია მიახლოებული რო არა ერთი კადრი რო განახე წეღა რო ჩამოდის რო ანათებს თვალები მაგდროს ხო გითხარი მე ეგ თვალები გაქრა ან მოიფარა რაღაცას და ხე ხო ეს და ხეს ესე ორი ფეხზე დადგა ეს იქონდა თავი გამოყოფილი უშენეთი მიანდა თვალები დავინახე რამოდენიმე წამი მე ისე ესით მოვლენ კიდე ჯერ ახალი დაღამებულია მაინც ვიდეო ხაფანგს რო დავითრევ მე მაგათ სატყუარას დაუგებ რა ხორცის სახით ხორცის სუნზე რომ მოვიდნენ ოდა აი აქ გვერდზე კი არა იმიტომ რომ მაინც ტაისონი რო ყავ ჩვენს რო ვარ შეიძლება შეეშინდეთ და გაიქცნენ რა ცოტა მოშორებით აი სადმე ზემოთ ხორცს დაუტოვებ კამერას და მე ნახე შენ მეორე დილას ეგ კადრები რა მაგარი იქნება აი კიდევ იქ არის აი კიდე ხედავ ვირო მე გადავები არა მართლა იყო ახლა დავიმარა დაგენძალები აი არ ვიცი მეგობრებო თუ ხედავთ აი მიცა სად არის ახლა გეტყვი აი თვალები ახლა გამოყო მეგობრებო თუ დაინახეთ აი აქ თუ დაინახეთ ეგ არის ისე ნახე ანათებს ნახეთ მეგობრებო ცენტრში კადრის ცენტრში ზივარ ცეცხლთან ლაპარაკობ ცხოველებზე რა თითქმის თელი მტაცებელთა სამყარო განვიხილეთ უკვე ახლა რა ტერიტორიაზეც გვაქვს ქოხი აშენებული აქეთ გაზაფხულის შემოდგომის სეზონებზე ბინადრობენ მელიები ტურები მტაცებელი რო თქვა რა მელიები და ტურები და ის ზამთარში მგელიც არის ხოლმე აი ცოტა ზემოთ რო ავიდეთ იქ უკვე ზაფხულშიც არის მგელი თან სიცივე რომ მოდის ხოლმე გიო უფრო და უფრო ქვემოთ ჩამოდიან რომ საკვები იშოვონ აბა ადამიანებმა ყველაფერი გაუნადგურეს და მეგობრებო უკვე რომელი საათია გიო 9 თუ ხა 9 ხდება რა და ისეთი აღარაფერი ყოფილა რამდენჯერმე გავიგეთ ისე შორიდან ხმა ის რომ მოვიდა ახლოს ეგრე ახლოს აღარ მოსულა რა მაინც ცეცხლი გვინთია და მაგას ერიდებიან თან ორი ადამიანი დგას ხმა ესმით სუნს გზნობენ ხედავენ აი შეგნი რო შევალთ მე უფრო მოვლენ საჭმელიც აღარ გვაქვს არაფერი დარჩენილი რომ სუნზე მოვიდნენ მანამდე რაც იგძნეს აგერ თქვი თუ არა ხო ჩაირბინა უკვე ძირითადად აი აქეთ მოძრაობენ რა ერთი იყო აქეთ ჩაირბინა და ზემოთ ავიდა აქეთ დაბუდიალობდა და მე ქვემოთ ჩავიდა და აი აქედან გვესმა და ხმები არ დაღმართზე კარგად ვერ ვხედავთ გიო შენს უკან გაიხედე აჯდა კამერის უკან იყო ფაჯო
აბა დაწერეთ კომენტარებში რამდენს გიყვართ ასე როზი ხარ შენთვის და ცეცხლს უყურებ. მეგობრებო, გარეთ რაღაც არის, ტაისონი ესე აკვირდებოდა რაღაცას და ეგრევე სირბილის ხვაც გავიგეთ. ძალიან ახლოს რა თან ძიმენა ბიჭები, აი ტაისონის ხელა რაღაც მაინც რო დადიოდეს. ჩემს ხარის არის. ტურა იქნება რა. მეგობრებო, ახლოს საუბრობდით ზუსტად რომ შემოვედით და წამოვწექით. აი ეს უნდა მოვაშოროთ რა საკოცონი ადგილი. მუღამის თემაში მიდოდა თავიდან. ხო და ეგ მუღამი ხო გავისწორეთ და იდეა მოგვივიდა ამას ისე მოვაშორებთ, რომ ხოხი არ დაინგრეს და არც დაზიანდეს. და მე გაჩნდება თავისუფლად მესამე კაცის ადგილი. რა ტიპია შე? ცია ბიჭო. რა კაცია, სტიუარტია, თუ ვინ არის? რა კაცი ეგ თხოგიო. სად არის? აი ხედავ, კაცი? მე გადავებოდი რა. შანსი რამის ხმარი შემოდა. გამარჯობა მეგობრებო, დილომშვიდობისა. 8 საათი არის. გავეღვიძა, წაბუხდი და დავამატე ცეცხლი, იმიტომ რომ მაგრად ცივა. გიოს წინავს ჯერ კიდევ. თელეგრამი რაღაცები დავუდიარობდნენ გარშემო. ის თავით ხო ნახეთ რა საყვარელი ტიპი იყო. მეორე ჩამოსაკიდებელს გავაკეთებ. აი ესეც შევცვალე. ზედა ხედა. მეგობრებო, ჩავბარგდით, დავემზადეთ, დავეშვით სახლისაკენ. აისონ, თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში და არხის გამოწერე არ დაგავიწყდეთ. კიდე იდეები დაწერეთ, რა შეიძლება დავამატოთ. უკვე ბევრი რაღაც დავამატეთ. ჩვენ ვფიქრობთ ერთადერთი მაგიდას, კოცონის კედლის გაზდას და კიდე არ მახსოვს დიოს რაღაც უთხარი. გამხმარ ტოტებს არ ენდოთ. გავწიე გზად რომ გზა წინაღობად იყო და გავწიე და გატყდა და გამოექანა მხია თან ისე რომ რა ვიცი გამინგრია თავპიში. ვითომ რაღაც დამესხა თავს. აი მეგობრებო, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა მაგრად დამშვიდობეთ გიოსაც. თქვენ უყურებთ BBR World.